თქვენი მოძრაობის წარმომადგენლების დამსახურება არის დიდწილად ის, რომ აი ეს უწყვეტი აქციების პერიოდში განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის ბირთვსაც შეადგენთ და შესაძლებელია ეს და სამადლობელი სიტყვებით სათქმელი, იმიტომ რომ ამდენი დღის განმავლობაში ის რომ კერა მუდმივად გახურებული არის საპროტესტო, თქვენი წვლილი შეგაქვთ ამაში. თუმცა, ჩემი მათ შორის სტუდიაში თქვენი მოწვევის საბაბი გახდა მომენტი, ფაზა, რომელშიც ახლა ჩვენ ყველანი ვართ, კითხვები, რომელიც დარწმუნებული ვარ, თქვენშიც ისმევა საპროტესტო საზოგადოებაში, თქვენს გულშემატკივრებში, ხომ არ არის რაღაცა ტიპის პლატო, ხომ არ შეჩერდა რაღაც დინამიკა განვითარება, პირიქით რაიმე ტიპის უკუსლა ხო არ არის და რა არის ის ახალი ფორმები, რომელიც შეიძლება გამოინახოს გასაახლებლად, უფრო მეტი ენთუზიაზმის შემოსატანად და რაც თავარია, ამას ყველაფერს გართობის და ხალისის გამო ხო არ აკეთებთ არც თქვენ და არ ჩვენ, არა, იმისთვის რომ მიზანი იქნას მიღწეული, მიზნის მიღწევა კი უკავშირდება ქვეყანაში დიდ სისტემურ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას ევროპული განვითარების გზაზე დააყენებს მყარად. მოდი ჯერ დავიწყოთ არსებული შეფასებით და იმიტომ რომ ამასაც მნიშვნელობა აქვს, რამდენად წავეთ აფასებთ, იქიდან გამოდის ხოლმე მე რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს. მე გადავიდეთ ასევე იმაზე თუ რა სიახლეები და ფორმები შეიძლება შეთავაზებული იქნას საზოგადოებისთვის. ვახუშტი დავიწყოთ თქვენ. საღამოშვიდობისა ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა იმის აღნიშვნისთვის, რასაც ჩვენი მოძრაობა ამ ხნის განმავლობაში აკეთებს და ჩვენი მოძრაობის წევრები რაც აკეთებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშზე. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზატორები ვართ ამ მარშის და არა ერთადერთი ჩვენი წევრები, არამედ სხვაებიც არიან ჩართული და მე ჩემი მხრივ მათაც მინდა მადლობა გადავუხადოს ამ უტეხობისთვის და უდრეკობისთვის და გამძლეობისთვის ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად ისინი აი ამ პროცესს უზრუნველყოფენ. რაც შეეხება შეფასებას არსებული ვითარების ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ აი ამ წინააღმდეგობის პროცესში, რომელიც იწყება ნოემბრის ბოლოდან და დღემდე, როგორ შეიცვალა წინააღმდეგობამ საკუთარი ფორმა, როგორ გარდაიქმნა და ამავდროულად ხელისუფლებამაც, დე-ფაქტო ხელისუფლებამაც, როგორ ეცადა ადაპტირება ამ პროცესთან მიმართებაში. და ეს ორმხრივი პროცესია და ჩვენ როდესაც ვაანალიზებთ, მარტო ერთი მხარე კი არ უნდა გავაანალიზოთ, ორივე უნდა გავაანალიზოთ, იმიტომ არსებობს წინააღმდეგობა და არსებობს რეჟიმი და ეს ერთი პროცესის ორი მხარეა, ორი დაპირისპირებული მხარე, მათი ცალ-ცალკე ანალიზი რთულად თუ მოხერხდება. როდესაც დაიწყო პროცესი, როდესაც დაიწყო წინააღმდეგობა, ეს იყო სპონტანური პროცესი, ადამიანები გამოდიოდნენ საკუთარ სამართლიან უკმაყოფილებას და ბრაზს გამოხატავდნენ რეჟიმის მიმართ. და იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მიიღეს. იმ გადაწყვეტილების მიმართ მიიღეს და შემდეგ აი ამ ძალადობის მიმართ, რასაც პირველი დღეების განმავლობაში ბრუტალურ ძალადობას და ძალას, რასაც იყენებდა ხელისუფლება. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ გარკვეული სახეცვლილება, ეს იყო მარშები, როდესაც ჩვენ სხვადასხვა პროფესიის, ან სხვადასხვა ინტერესების, ან სხვადასხვა ნიშნის გარშემო გაერთიანებული ადამიანების, აი ეს უწყვეტი მარშები ლამის 2 თუ 3 კვირის განმავლობაში თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. ახალი წლის მერე არის სხვა დინამიკა და ეს დინამიკა მათ შორის განპირობებულია ხელისუფლების მოქმედებით. რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ინიციატივა აიღო ხელში, იმიტომ რომ დაკარგული ქონდა დეკემბერში და ეს გარკვეულწილად მათ ამისთვის ნაბიჯები გადადგეს, გამოაქვეყნეს დიდი გრძელი განცხადება, გახსოვთ აი deep state-ი რო ბევრჯერ ახსენეს, სადაც მათ განაცხადეს ის მიზნები, რის გაკეთებასაც აპირებდნენ, საკანონმდებლო ცვლილებები ქონდათ უკვე განხორციელებული და ამან გამოიწვია თვითონ წინააღმდეგობის სტრატეგიის ცვლილება, რაში გამოიხატებოდა ეს ცვლილება, უკვე ჩვენ გადავედით წერტილოვან აქციებზე.
ანუ ეს ყოველდღიური ეს რუტინული აქციები მიმდინარეობდა, მაგრამ ამავდროულად მობილიზაცია ხდებოდა გარკვეული თარიღების გარშემო. დღემდე პრინციპში ჩვენ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც რაღაცა გარკვეულ თარიღებზე ცხადდება საყოველთაო მობილიზაცია და ადამიანები მოდიან, ეს ემსახურება რესურსების დაზოგვას. ხო, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანები 4 თვის განმავლობაში, არ აქვს ამის ფუფუნება, ამის პრივილეგია ჩვენს მოქალაქეებს, რომ 4 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს მუდმივად იდგნენ. ხო, ამიტომ რესურსების დაზოგვა ერთი მხრივ გვეხმარება იმაში, რომ ეს რესურსები გამოვიყენოთ შემდეგ დიდი შეკრებებისთვის და პროტესტის ახალი მძლავრი დარტყმების საჩვენებლად, ხო? და მაგალითად ეს იყო 14 აპრილის აქცია. ეს არის სხვათა შორის ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვიტყვით, რომ 1 მაისს შრომის საერთაშორისო დღეს ჩვენი მოძრაობა 10 დამოუკიდებელ პროფკავშირთან ერთად აორგანიზებს ასევე დიდ მასშტაბურ აქციას და ყველა ადამიანს ვეპატიჟებით თქვენი ეთერის მეშვეობით ამ აქციაზე ძველი კოლმეურნეობის მე და იმიტომ რომ 1900 პირველზე სწორედ მან შედგა პირველი მსვლელობა შრომითი უფლებების დასაცავად. ხო, ჩვენ ყველანი ვშრომობთ, ჩვენ ვქმნით ამ სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანას და ჩვენ ვართ ეს ქვეყანა და არა თვითმარქვია რეჟიმი. აი ეს არის მთავარი სათქმელი ამ აქციაზე და ეს აქცია არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ აი ამას უბრალოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი კი ბატონო, ბახშით მოდი მცირე პაუზის საშუალებას მოგცემ და შემოვიყვანოთ სხვა სტუმარიც, ასე ვთქვათ, სტუდიაში და ბახშით პრინციპში ძალიან ეს მწყობრად და საინტერესოდ ჩამოვაყალიბა მთლიანობაში სურათი, როგორც მოვედით ახლა ამ მომენტისთვის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს ხელისუფლების ადაპტირებაში ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც მასობრივ დაჯარიმებებს, რეპრესიებს უკავშირდება. ანუ ფიზიკურმა ძალამ ვერ მოახდინა გავლენა ხალხზე პირიქით, ბრაზი უფრო მეტად მატულობდა და საზოგადოების რეაქციაც უფრო მასშტაბური იყო და უფრო მწარე იყო, ასე ვთქვათ. ახლა იმ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც თითქოს წერტილოვანია, ინდივიდუალურად მოქმედებს, დაუცველობის ხარისხს ზრდის. ახლა უკვე პირდაპირ ტელეფონში ნახულობ დილით, რომ სადღაც თუ გაიარე 5000 ლარიანი ჯარიმა, კი გასაჩივრება ის, მაგრამ ეს ამას მიაქვს ცხოვრების ყოველდღიურ ძალიან დიდი დრო და ნაწილი მიაქვს, რომ აღარ ვთქვათ, ისედაც ძალიან გაღარიბებული ხალხის და შემოსავლების კლების პირობებში ოჯახების მდგომარეობაზე. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩდება იქნება ყოველ შემთხვევაში რაც გარკვეული შეფასებები განწყობა, რომ ამის გამო ხო არ დაშინდა კი არა, ხო არ არიდებს ადამიანების გარკვეული რაოდენობა თავსაც და თქვენს მინდა მოგცეთ საშუალება შეაფასოთ რა ამ ფაზაზე, რომელ ფაზაში ვართ ახლა ჩვენ. დიახ, მე როგორ ვისაუბრებთ ეს როგორ და შეიცვალოს. ორივე კითხვაზე კი პასუხობთ, ანუ როგორ რა ფაზაში ვართ და დავამატებ, უბრალოდ დავაზუსტებ რაც ვახუშტი მისაუბრა და ასევე რეპრესიებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ რეპრესიები არის ის, რაც აი თავსატეხს უჩვენს ზოგადად მოძრაობების თეორეტიკოსებს იმ გაგებით, რომ ერთდროულად შეიძლება ძრავიც იყოს და ბიძგი მოძრაობისთვის და ამ დროს მუხრუჭიც. და ჩვენ მაგრამ ეს დამოკიდებულია სხვა კონფიგურაციაზე, გარკვეულ ფაქტორებზე. და ამისთვის მოდი მაშინ დავიწყოთ ზოგადად როგორ მოვედით აქამდე, რომ გავიგოთ რა კონტექსტში როგორ შეიძლება გამოვლინდეს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს ბიძგად იქცეს და ზოგჯერ დამაბრკოლებელ ფაქტორად. და დავიწყოთ ალბათ იმითი, რომ რატომ შეიძლება ჩაერთოს ადამიანი ამ მოძრაობაში და ამ პროტესტში და ჩვენ ვიხილეთ ბოლო 28 ნოემბრის განსაკუთრებით პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება. ხო? ამ 28 ნოემბერს ერთი რამ არის, რაც ხშირად მიზეზებს, როდესაც ეძიება ხოლმე, ერთ-ერთია, რომ აი უკმაყოფილო ხო არის ადამიანები, არიან უკმაყოფილო და რატომ არ არიან ჩართულები და იმის გათვალისწინებით, როგორი ფართო და მასობრივია საზოგადოებაში უკმაყოფილება ამ სისტემით. ამის ფონზე ისეთი მასშტაბური არ არის შეიძლება თითქოს პროტესტი, ხო? უკმაყოფილება არის ის, რაც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, რა თქმა უნდა, პროტესტის, მაგრამ არა საკმარისი იმ გაგებით, რომ თუნდაც ადრე ბევრი ხსნიდა სწორედ იქ, სადაც არის უკმაყოფილება, ჩდება მოძრაობა, მაგრამ ეს არის მცირე მცდარი დაშვება იმ გაგებით, რომ ეს გულისხმობს იმას, რომ თითქოს უკმაყოფილება არის რაღაც გამონაკლისი, იშვიათი და როგორც კი ის გაჩნდება, მაშინვე რაღაც მოძრაობის
ტალღა აიზვირთ, ხო, რაღაც გაჩნდება. რაც ასე არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან ხედავთ, რომ საზოგადოების უკმაყოფილება ყოვლის მომცვევია, მუდმივია და სულ იყო ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში. თან, მაგრამ ამას პროტესტი არ თავისთავად საკმარისი არ არის. მაგრამ რაც მოხდა 28 ნოემბერს არის მეორე ფაქტორი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რასაც უწოდებენ ხოლმე პოლიტიკურ შესაძლებლობებსაც ხოლმე, რა, როცა ხსნიან ზოგადად გლობალურადაც მსგავს მოძრაობებს. როდესაც არის ჩვენ შემთხვევაში იყო ისეთი პოლიტიკური რყევა, როდესაც ადამიანები გამოვიდნენ ინდივიდუალურად. აქ არ გაუწევია რაღაც ორგანიზებულ ჯგუფებს ძალისხმევა, არამედ სპონტანურად, ინდივიდუალურად და შექმნა რაღაც მომენტი. და ამ მომენტმა შექმნა მესამე ფაქტორი, რაც არის მოლოდინი იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია. აქ და ახლა, ხო? აი ეს რაღაც სამი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს, ბუნებრივი არის მომენტუმი და აქ არის მეტნაკლებად ჩართული საზოგადოება და შემდგომ ადამიანების ნაწილი გადადის პასიურ ფაზაში. და ეს არ არის საგანგაშო იმ გაგებით, რომ აი აქ არის ის, რაც როდესაც ადამიანები პასიურ ფაზაში გადადიან, უნდა დავსვათ კითხვა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი მხრივ მოქალაქეები, რომლებიც ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მომავლისთვის, ასე ვთქვათ, ბრძოლობთ, თუ ფიქრობთ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ მოქალაქეებთან ერთად მშრომელები. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური საჭიროებები და ბევრი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც ვხედავთ, არის დაუცველ მდგომარეობაში, ეკონომიკურად დაუცველ, პოლიტიკურად დაუცველ მდგომარეობაში და შესაბამისად ის არის ხშირად ეს დაუცველობა მას შემოფარგლავს აწმოთი, ხო? ეს ძალიან მატერიალური ობიექტური გარემოება, რეალობაა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი ამ პასიურ ფაზაში დარჩებიან. უკმაყოფილები გახდნენ ახლა მთავრობის რეჟიმის ამ მისი გადაწყვეტილების პირიქით, ემატებათ ეს უკმაყოფილება, მაგრამ ეს არის ზუსტად აი რაც ვახუშტიმაც ახსენა, რომ გარკვეული რესურსის დაზოგვა იმ დროისთვის, როდესაც შესაძლებელი, როდესაც ექნებათ განცდა, რომ აი ეხლა მოსალოდნელია ცვლილება. კარგით, მოდით გადავიდეთ ჩვენი საუბრის მეორე ნაწილზე. მაშინ და ეგ მომენტი როგორ უნდა დადგეს, მანამდე როგორ უნდა მივიდეთ და რა არის ის თქვენი იდეები ან წინადადებები, რომელიც არა მარტო თქვენი მოძრაობის, არამედ სხვებისთვისაც შეიძლება ძალიან მისაბაძი და სახელმწიფო გახდეს. აი მაია ახსენე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც მან თქვა, რომ ეს იყო ინდივიდუალური ჩართულობა პროტესტში, ხო? ანუ ადამიანი ჩვენ კი გქონდა განცდა, რომ ბევრი ვიყავით და ერთად ვიყავით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვიყავით ინდივიდუალურად ჩართულები ამ პროცესში. უბრალოდ ფიზიკურად ვემთხვეოდით ერთმანეთს ამ დიდ სივრცეში და იყო განცდა, რომ თითქოს ეს არის დიდი კოლექტიური მოქმედება. სინამდვილეში ეს იყო ინდივიდუალური მოქმედება, რომელიც ერთმანეთს დროში და სივრცეში ერთმანეთს დაემთხვა. ახლა ჩვენ სწორედ ეს გვინდა, რისი რაც ვიფიქრეთ, რომ გქონდა, მაგრამ სინამდვილეში არ გქონდა. ეხლა ჩვენ გვინდა კოლექტიური მოქმედება, ანუ ინდივიდუალური მოქმედებიდან უნდა გადავიდეთ კოლექტიურ მოქმედებაზე. ამისთვის საჭირო არის, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ ერთმანეთს და იპოვონ ერთმანეთი ინტერესების და სოფხედელობის გარშემო. და ამას გრძნობს მოქალაქე პოლიტიკურად და ამას არაფერი განსაკუთრებული განსწავლობა არ სჭირდება, ყველა მოქალაქეში არის აი ეს განცდა, რომ როდესაც მას რაღაცა უჭირს, ადამიანმა უნდა მოძებნოს მეორე, იმიტომ რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველი და სჭირდება მეორე ადამიანი იმისთვის, რომ საერთო მიზნებს და საერთოზე იზრუნოს და უკვე ჩვენ დავიწყეთ, უკვე ჩვენ დავინახეთ, რომ დაიწყო ეს პროცესი, ხო? ჩვენი მოძრაობა არის მაგალითად ამისი კარგი მაგალითი, რომ ჩვენ გავერთიანით სოციალ-დემოკრატიული იდეების გარშემო. არსდება ახალ-ახალი პროფკავშირები, ხო? აი აგერ ყველაზე ცნობილი საჯარო მოხელეებმა შექმნეს პროფკავშირი, მედიატორებმა შექმნეს პროფკავშირი, ფსიქოლოგებმა შექმნეს პროფკავშირი, არ მინდა ეხლა ვინმე გამოვიჩეს. ახალ-ახალი მოძრაობები და ინიციატივები ჩნდება და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩემი დაკვირვება არის ესეთი, რომ ჩვენ თუ გავერთიანდებით, რაც უფრო მეტი ადამიანი მოძებნის მსოფლმხედველობრივად ერთმანეთს და დაამთხვევს ინტერესებს, ეს მოგცემ შესაძლებლობას უკვე ეს ინდივიდუალური პროტესტი გადაიგზარდოს კოლექტიურ პროცესში, ანუ კოლექტიურად დაიგეგმოს, კოლექტიურად განხორციელდეს სხვადასხვა მოქმედებები. ჩვენ იმიტომ მოგვეცა იმისი საშუალება, რომ თქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტში აქტიურად ვიყოთ ჩართულები, სტუდენტებთან ერთად აქტიურად ყოფილიყავით ჩართულები 14 და მხარი დაგვეჭირა 14 აპრილის აქციაში 31 მარტის აქციას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შევიტანეთ. იმედი გვაქვს, რომ პირველი მარტის აქციამ
პირველი მაისის აქცია ბოდიშ გიხდით იქნება მასშტაბური. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ კოლექტიურ ძალისხმევას გავწევთ და ერთმანეთს ვავსებთ. ერთმანეთს ვავსებთ შრომით და ერთმანეთს ვავსებთ ენერგიით და შთაგონებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უფრო მეტი ესეთი ჯგუფი იქნება, მათ შორის ისეთები, რომელიც შეიძლება სოფხედველობრივად ჩვენი ოპონენტები იყვნენ, ხო? ეს კარგია ყველა შემთხვევისთვის, პროცესისთვის, იმიტომ რომ სწორედ ეს მოგვიყვას მდგრადობას. მდგრადობას სჭირდება კოლექტიური მოქმედება. ინდივიდუალური რესურსები არის ამოწურვადი. კოლექტიური რესურსები უფრო მდგრადია. კი ბატონო, და მოდით ბაიასს მივცეთ ჩვენი საუბრის შეჯამების არა, განვითარების საშუალება და მე როგორც მივხვდი, თქვენ ახლა საუბრობთ იმაზე, რომ ინტერესთა გარშემო გაერთიანებული ადამიანები ჩამოყალიბდნენ გარკვეულ უფრო ორგანიზებულ ჯგუფებად, რომლებიც უფრო მარტივად შეძლებენ დაგეგმას თავიანთი აქტივობების და ამ აქტივობების სიმრავლე გაცილებით ნაკლებად ადაპტირებადი იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც დადგა ამ რუსთაველის გამზირზე და აყენა ამდენი მანქანა და ბეშტავს ამ ჯარიმებს, ან იქვე ვიღაცას აკავებს და მიყავს, რომ ასე არ გაუმარტივოთ საქმე რეჟიმს თავისი სისტემის გასამყარებლად, ფიქრობთ, რომ აი ამ ჯგუფებად გაერთიანება არის გზა იმისთვის, რომ პროტესტი კი არ დაიშალოს, არამედ გაიშალოს, რომ მერე მთლიანობაში კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს და დაამარცხოს რეჟიმი, ჩამოაყალიბე. მაგრამ მაია უფრო უკეთესად იტყვის, თქვენ თავად რას გულისხმობთ, მაია გისმენთ. ხო, ვახუშტი ალბათ თვითონ რას გულისხმობდა უკეთ იტყვის, მაგრამ მეც განვავრცობ ამას ერთი მხრივ, როგორც, ანუ ეს არის რაღაც საერთო კოლექტიური სიკეთისთვის და კეთილდღეობისთვის ბრძოლა და კოლექტიური კეთილდღეობისთვის ბრძოლა სჭირდება კოლექტიური მოქმედება. არა ინდივიდუალური. ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია ის, რომ აუცილებელია ამ პროცესში ჩვენ ვთქვით, რომ ყველას აქვს უკმაყოფილება და ეს არის ინდივიდუალურად. ყველას აქვს უსამართლობის განცდა. აუცილებელია ეს ინდივიდუალური უსამართლობის განცდაც გარდავქმნათ კოლექტიურ უსამართლობად და აი ამისთვის სწორედ ორგანიზებული ერთობების როლიც აქ ვლინდება, მათ უნდა გასწიონ ეს ძალისხმევა. და ეს ორგანიზებული ერთობები გარკვეული ინტერესების გარშემო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მანამ სანამ ადამიანების ის ნაწილი, რომელიც პასიურ ფაზაშია, დაუბრუნდებიან ახალი ტალღის სახით პროტესტს, მნიშვნელოვანია სწორედ ამ ორგანიზებულმა ერთობებმა შეუნარჩუნონ პროტესტს სიცოცხლის უნარიანობა და ამ ფუნქციას და როლს ხედავ მეც. და მეორე მხრივ ალბათ არ უნდა გამოგრჩეს ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც იყო პროტესტში და გამოეთიშა, მაგრამ არ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე ასევე, რომლებიც არიან უკმაყოფილო, მაგრამ არათუ პროტესტში არ მიუღიათ მონაწილეობა, არამედ არჩევნებზე შეიძლება არ და მიდიოდნენ და არ აძლევდნენ ხმას, ხო? ეს არის ასევე დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელზეც ასევე უნდა ვიფიქროთ და სწორედ ორგანიზებისას და მობილიზებისას უნდა გავითვალისწინოთ, რატომ არიან ისინი გამოთიშული პოლიტიკური პროცესებიდან. და ხო, აქაც ალბათ მნიშვნელოვანია დაუბრუნოთ მათ რწმენა იმისა, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ვისაკისრია პასუხისმგებლობა იმ ყველა უკეთურებისთვის, უსამართლობისთვის, რაც მათ თავს დასტყდომია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რა მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე უსამართლობას განიცდიან, ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა იმას დააგონებდა, რომ ეს პასუხისმგებლობა აი ამ რისკებისგან დაცვა აკისრიათ მათ და არა სახელმწიფოს. ხო, სახელმწიფოს როლი ძალიან შეიზღუდა, შემოიფარგლა ფაქტიურად საკანონმდებლო და სადამსჯელო ფუნქციით და ეს ადამიანები არ ხედავენ სახელმწიფოს ცვლილებების შემოქმედად, ანუ ცვლილებების შემოქმედად და აგენტად სახელმწიფოს ვერ ხედავენ და აუცილებელია დაუბრუნოთ ეს. ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა იმ გაგებით, რომ ანტისისტემურია ეს პროტესტი და ანტისისტემური პროტესტები ჩვენ გვახსოვს იდეაში საქართველოში, მაგრამ ამის თავისებურება ის არის, რომ ადამიანები გამოდიან სისტემის წინააღმდეგ, ცვლიან მას, მაგრამ სახელმწიფო კვლავ არ ხდება გარანტი მათი კეთილდღეობის, ხო? ის კვლავ იგივე მეორდება და შესაბამისად ეს იწვევს მათ იმედგაცრუებას აი ამ სისტემაში და მნიშვნელოვანია ეს მოლოდინი და როლი საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუბრუნოთ აქტიური როლის ცვლილებების. რომ ეს რწმენა გაუჩინოთ, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ პროცესში უფრო აქტიურად შემოვიდნენ და იქცენ მათ შორის თანამონაწილეების, თანაშემოქმედები იმ დიდი ცვლილების, რასაც ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი და დემოკრატიული განვითარება ქვია.